ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში მომდევნივად ჩნდება სტატუსები, რომლებშიც საჯარო მოხელეები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერენ. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად უმეტესად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო დასახელებული, მომდევნო თვეებში კი მიზეზად რეორგანიზაცია სახელდებოდა. სინამდვილეში ამ ადამიანებს ერთი საერთო ნიშანი ჰქონდათ, რომელიც პროევროპულ კურსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას ეხებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის 15 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ დროისთვის ათობით საჯარო უწყებიდან დაახლოებით 700-მდე მოხელე იყო დათხოვნილი, უკვე აპრილის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 800-ს გადააჭარბა. დასაქმებულების უფლებრივ მდგომარეობასა და შრომის ბაზრის ზოგად ტენდენციებზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად უნდა ვისაუბროთ, რომელიც სტუდიაში გვერდდება. ბატონო ირაკლი, დილომშვიდობისა. მადლობა თქვენი დროისთვის და მოდი ამ თემით დავიწყოთ. ბოლო დროს ბევრი თემა დაგროვდა თქვენთან განსახილველი, თუმცა საინტერესოა საჯარო სექტორში დასაქმებულების კუთხით, როგორ აფასებთ დღეს არსებულ მდგომარეობას, იმ პროცესებს, რასაც თვალყურს ვატევნებთ დეკემბრიდან დღემდე. მოგესალმებით, მისაუბრებთ მაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის და ამ თემებზე აქცენტირებისთვის, იმიტომ რომ რეალურად მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც აქცენტირება ხშირად ხდება ხოლმე და დღის წესრიგში უფრო მწვავედ დგას სხვადასხვა საკითხები და არდა ბაზისური, სწორედ ეს დასაქმება, უფლებრივი მდგომარეობა და ეს მხოლოდ ჩემი აზრი და შეხედულება არ არის, ყველა რეიტინგული, ესე ვთქვათ, კვლევის მიხედვით ადამიანების გამოწვევები პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე ეს არის დასაქმება, ხელფასები, უფლებრივი მდგომარეობა შრომის სფეროში და ასე შემდეგ. მერე მოდის ის საკითხები ხოლმე, რომელიც სამწუხაროდ პირველ მეორე ადგილებზეა ხოლმე მედიის და სხვა, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში ყურადღებას უფრო იმსახურებს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელევიზია, ეს გადაცემა უთმობს ყურადღებას იმ საჭიროებებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეების ხვალინდელ დღეს. საჯარო სექტორთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა დასაქმების კუთხით და საკანონმდებლო კუთხით არის ძალიან არათუ ნაბიჯი უკან, არამედ ნახტომი უკან. ჩვენ თუ და თქვენს გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, შრომითი ინსტიტუტების რაღაც შექმნასთან, აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც არის შრომის უსაფრთხოება, შრომის ინსპექცია და მათ შორის საჯარო მოხელეთა კანონი 2006 წელს რა რეგრესიც დადგა, ეს გამოსწორდა და ნუ რა ვიცი, ახლა მეც თქვენს ალბათ სახელმწიფოც მთავრობაც თავს იწონებდა იმითი, რომ ჩვენ დავაახლოვებთ ეს კანონმდებლობა საერთაშორისო ნორმებს, სტანდარტებს და მათ შორის იმ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული სხვადასხვა კონვენციების რატიფიცირებით, ასოცირების ხელშეკრულებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ დაუშვოთ რაღაც პოლიტიკური ნიშნით და დაუშვოთ ეს ხო ჩვენ ვგულისხმობთ უბრალოდ ამას, რომ ეს ესია, ხვდებით. ხო, არა, დამსაქმებელი ამას არ წერს. აი აქ არის ახლა ეს თქვა პროკავშირების როლი საკანონმდებლო დონეზე და ჩვენ ჟენევაში 6-ში იგეგმება ვცდილობთ გადავატანიოთ ეს თარიღი და ცოტა მოგვიანებით იყოს განხილვა, იმიტომ რომ რაღაც შეცდომა მოხდა ამ კუთხით, იცით რომ პროკავშირებს და მოქალაქეებმაც ალბათ იციან, რომ პროკავშირებს ამ კუთხით აქვს სარჩელი შეტანილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ნორმების კომიტეტში და რას ნიშნავს ეს ნორმების კომიტეტი და რა კუთხით მივყვევით ჩვენ? ჩვენ ვერ გავყვევით იმ კუთხით, რომ ეხა ევროპულ კურსს გადაუხვია თუ არ გადაუხვია. ჩვენ აქ ვაყენებთ საკითხს 98 კონვენციასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს ასოციაციის თავისუფლებას. და ჩვენ გულისხმობთ, რომ მათ შორის ადამიანი შეიძლება იყოს განთავისუფლებული პროკავშირული ნიშნით და როდესაც კომისია იყო 2012 წელს პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებულზე მეტად პროკავშირული ნიშნით დევნილი უფრო მეტი გამოვიდა ბესელიას კომისია იყო თუ გახსოვთ. ამ კუთხით ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ მთავრობამაც თავისი დამსაქმებელს თავისი სიტყვა უნდა თქვა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იმდენად აშკარა არის შეუსაბამობა 98 კონვენციასთან, რაც შეეხება ასოციაციის თავისუფლებას, რომელიც რატიფიცირებული აქვს საქართველოს, ანუ
ნიშნავს ეს იმას, რომ კანონმდებლობების ამ რატიფიცირებული კონვენციების მიხედვით უნდა იყოს ის, რაც რატიფიცირებული აქვს. რაც არ აქვს იმას, როგორც ILO-ს წევრმა ქვეყანამ პატივი უნდა უცეთ, მაგრამ ამისი ვალდებულება გვაქვს და იმდენად შავით თეთრსი არის ეს ყველაფერი და რასაც ვამბობ, რომ ეს ნაბიჯი უკან კი არა, ნახტომი უკან არის, რომ მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ აქ გარკვეული პროგრესი გვექნება. თავი რომ დავანებოთ ახლა საკონსტიტუციასთან შეუსაბამობას, რაღაც ორგანულ კანონთან შეუსაბამობას და ასე შემდეგ, რაც აქ უნდა ვიდაოთ ახლა ან მოვიგებთ ან არ მოვიგებთ და 3 წელი გაგრძელდება, აი კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვახერხეთ და ეს დამერწმუნეთ რომ ადვილი არ არის, რომ დღის წესრიგში რაღაც short list-ში ყოფილიყო ეს საკითხი და სათვალთვალია, სადმართალია და რავალდებულება აქვს ქვეყანას ამას უკვე გაეროს ყველაზე დიდი სააგენტო შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ეთყობს. რამდენი ადამიანზე გაქვთ ეს შეტანილი შესაბამისი? კანონთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ არა კონკრეტულ ადამიანებთან და ფიზიკურ პირებთან, არამედ კანონთან დაკავშირებით გვაქვს და კანონის შეუსაბამობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 98 კონვენციასთან დაკავშირებით. მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და ალბათ საქართველოს მოქალაქეებიც უფრო შედეგს მალე დაიყენებდნენ, რომ ამ კანონმდებლობის მიღება მომხდარიყო მათ შორის 154 კონვენციის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და სოციალური პარტნიორების ჩართულობას, როცა ესეთი ტიპის კანონი მიიღება, მაგრამ რა ვიცი, ხა მთავრობამ პარლამენტმა უფრო არ მოისურვა და ეს ინსტიტუცია, რომელიც მათ შორის კანონში უწერიათ, სამხრივი კომისია და შემდეგ დამსაქმებლების, დასაქმებულთა წარმომადგენლების გარეშე მიიღო ეს კანონი და ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში განგვეხილდა ეს საკითხი და ეს რისკები და ეს გამოწვევები გვეთქვა, გვიწევს საზღვარგარეთ ამ ყოველთვის განხილვა 6-ში. 6 საუბარია 2026 წელზე თუ 6 ივნისია საუბარი, ანუ ხვალ შეგვიძლია თქვა დღეს. ხვალ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თარიღი შეიცვლება და რაღაც ჩვენც შევძლებთ იქ გამოსვლას. ანუ ონლაინ ჩავერთვებით და ონლაინ ესე ვთქვათ ჩვენს პოზიციას და აქ არ არის ხოლმე ჩვენს პოზიციაზე საუბარი, თქვენ იცით რომ ეს ILO არის სამხრივი სტრუქტურა, სადაც არიან საერთაშორისო პროკავშირების წარმომადგენლები, საერთაშორისო დამსაქმებლების წარმომადგენლები და მთავრობა. და ეხლა ჩვენი პარტნიორები და ჩვენი ესე ვთქვათ სათავო ოფისი ბუნებრივია ყველა ძალისხმევას მიმართავს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ სამართალი დადგეს იმ კუთხით, რომ მთავრობას ნაცვლად პარლამენტს ნაცვლად დაანახონ, რომ კონვენციასთან და მათ მიერ აღებულ ვალდებულებასთან შეუსაბამობა აქვს ამ კანონის საჯარო მოხელეთა შესახებ. ეს რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე. ეხლა რომ გითხრათ დაუშვათ ეხლა ფიზიკური პირები ხა სოციალურ ქსელში აქტიურობენ თუ არ აქტიურობენ, ჩვენ თუ ეხლა რა ვიცი აი ძალიან ბევრი დავა გვაქვს შრომის საკითხებთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით რომ საჯარო მოხელეების რეორგანიზაციის გამო უფლებრივ მდგომარეობასთან საჯარო მოხელე საჯელახსრულებიდანაც ყავს, შსს-დანაც ყავს, სხვადასხვა ესე ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ყავს, მაგრამ ბენეფიციარები, მაგრამ ეს არ არის რეორგანიზაციის შედეგად და რატომ გეტყვით ახლა რა შეიძლება იყოს? კარგი შეიძლება დავუშვათ ახლა აქ არ კონდეთ იმედი რომ მოიგონ, არ კონდეთ იმედი რომ პროკავშირები გვერდში დაუდგება, მაგრამ ხო არსებობს სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები და რაღაცა. მიზეზი არის მთავარი ის, რომ ამ კანონმა ფაქტიურად იმედი იმისა, რომ სასამართლოთი გაირეგულირდეს, აზრი კონდეს, არა აქვს. რა არის ეს? ადრე თუ ჩვენ გვქონდა რომ აღდგენა და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა რომ ეს რაღაც ადრე იყო ესეთი ნორმა რაღაც კომპენსაცია და მორჩა. ხედავთ ჩვენ ყველა ბოლო წლებში აბსოლუტურად ჩვენი სარჩელიც ხო გახსოვს. მათ შორის ჩვენი სარჩელიც თქვენი სარჩელიც და თქვენ რაც წარმატებით განვახორციელებთ და მოვიგეთ თქვენთან. არ გვახსოვს არც ერთი წარუმატებელი სარჩელი იყო. თითქმის ყველა შემთხვევაში დასაქმებულების უფლებები იყო დაცული და მათი აღდგენა იყო. რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო ალბათ ბოლო კი ბატონო, ეს აღსანიშნავი თემა არის, რაც არ უნდა ახლა აკრიტიკონ სასამართლო და რაღაცა ფაქტია, რომ შრომით დავებთან დაკავშირებით ახლა არც მითითებებით და ისინი ჩვენ არ გვიგზნიან. რა იქნება აწი? ეგ არ ვიცი, მაგრამ არც არაფერი არ იქნება უბრალოდ, ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ თქვენ როგორც საჯარო მოხელეს, ას კარგავს რომ მიმართოთ სასამართლოს მხოლოდ სამთვიანი კომპენსაცია გერგება და სამსახურში არავინ არ აღგადგენთ და ხა რა აზრია ხო ახლა ამას წლები ჭირდება, თვეები ჭირდება, თუ პროკავშირის წევრი არა ხართ, კოლოსალური ხარჯებია ამ ადვოკატის
დაქირავება და ნუ სასამართლო პროცესის წარმოება შემთხვევაში არ ღირს გაგრძელება. უბრალოდ მე თქვენი ეთერის საშუალებით მინდა გადაწყვეტილების მიიღებ პირებს მივმართო, რომ როგორც არსებობს ფიზიკაში ენერგიის მუდმივობის კანონი, აი ეს უსამართლო დაჩაგრული არსად არ გაქრება ეს პროტესტი, არსად არ გაქრება ეს უკმაყოფილება, გროვდება და მე საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისთვის, რა მდგრადობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სანამ ჩახვიჭდა არ ყავენ რომ ესათვის კანონია. რა ვიცი, არსებობენ ხო ადამიანები, ინსტიტუტები, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და ნუ მათ შორის ახლა ის რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ხო რომ ახლა მის მიერ რატიფიცირებულ კონვენციებს პატივის წეს, იმიტომ რომ იმ კონვენციების მიხედვით დგება შემდგომ უკვე ქვეყნის კანონმდებლობა. არ შეიძლება რომ კანონმდებლობა კოლიზიაში მოდიოდეს აღებულ იმასთან რატიფიცირებულ კონვენციასთან. ბატონო ერეკლი, ჭიათურის კრიზისზეც მინდა რომ საუბარი მოვასწროთ. ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით რა ხდება, რამდენადაც ნახეთ ბოლო შეხვედრა 2 ივნისს ჰქონდა მათ შორის პროფკავშირებს, როგორ მიდის ეს პროცესი, როგორც რეორგანიზაციის ნაწილში, ისე და კომპანიასთან მოლაპარაკებების კუთხით და 3600 ადამიანი იყო თუ სწორად მახსოვს, აქედან რამდენი ჩაერთო რეორგანიზაციაში, რამდენია პროტესტის მხარეს დარჩენილი და მოკლედ რა რისი თქმა შეგვიძლია დღეისთვის. იმის თქმა შეგვიძლია დღეს, რომ მათ შორის აი ამ ტელევიზიის მეშვეობითაც და ზოგადად ახლა რაც ხდებოდა, ძალიან ცუდია ხოლმე. არ ვიცი ხა მე ამას არ ვფიქრობ თქვენ თავზე ბუნებრივი არ მიიღოთ, მაგრამ არ ვფიქრობ თუ ჟურნალისტებს აყვება. როცა რაღაც ხდება და რაღაც, ეს აინტერესებს მედიას, თუ ის რაღაც დალაგდა მერე, ან რაღაც კარგი არის, იმის გაშუქება საზოგადოების ინფორმირება არ ხდება და გონია რომ საკითხი რაღაც გამოკიდებულია ჰაერში. ეს ბუნებრივი ესი არ არის. მე რაც შემიძლია ვთქვა ჭიათურასთან დაკავშირებით, რომ რა ვიცი, მე მადლობა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მე რა ეხა ესე ვთქვათ და პროკავშირებს რაც უტრიალებდა თვალწინ, ეს იყო რაღაც ერთდროს ტყიბულის თემა, სადაც ეხა ხალხი ვერ მუშაობდა, ბინები ინგრეოდა, იყიდებოდა და ასე შემდეგ და ეს პერსპექტივა ჰქონდა ჭიათურასაც, თუ მიწისქვეშა სამუშაოები არ განახლდებოდა. ანუ ნომერ პირველი გამოწვევა იყო ის, რომ მიწისქვეშა სამუშაოები განახლებულიყო. რა თქმა უნდა, ამას ეხა რა პირობებით განახდება მუშაობა და როგორი იქნება ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ახლა პოლიტიკურად ორგანიზაცია აცხადებს, რომ არა მე წავედი და აღარ მინდა აქ მუშაობა და ამას მართლაც აკეთებს, როდესაც ახლა ციფრებს, პროკავშირებს ატყუებს, დასაქმებულებს ატყუებს, მაგრამ ახლა სამხედრო კომისიაზე მთავრობასაც, დამსაქმებელთა გაერთიანებასაც, თავის რა ქვია იმათ მეპაიებიათ, დამფუძნებლებსაც, ხო, ციფრები თავისას იმაშობა, ხო, ბაზარზე მარგანეცის ფასი, მოპოვების ფასი, რაღაც საკითხები, რომელიც ადარებს ციფრებს და ეხლა ბიზნესმენი არ ხვდები, რომ ბიზნეს ალბათ გაუჭირდება. ეს იყო მართლა რეალობა იყო და რეალობა ხრჩება დღეს და არ ვიცი, ალბათ ბიზნესზე მეტად ეს იყო საზოგადოებრივი ინტერესი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც და ასე შემდეგ, რომ გამოიძებნა გზების აიმისოთ, რომ მიწისქვეშა სამუშაოები განახლებულიყო და ჭიათურა, არ ჩამდგარიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში წლების წინ იყო ტყიბული. ეხლა საკითხი დგას შემდეგში, რომ ხო, მაგრამ ამ ბიზნესს რა შეუძლია, როგორ შეუძლია, სად გვართ და რა უნდა გაკეთდეს. ერთი რაც მინდა ვთქვა, სანამ ის დღეს რაც ხდება, როგორც ტყიბულთან, ისე ჭიათურასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ტიპის კავდა, სადაც წიაღისეული მილევადია, განლევადია და ასე შემდეგ, ალტერნატიული სამუშაო ადგილების შეიქმნას, ადამიანების გადამზადება ხდებოდეს. რა ვიცი, ჭიათურაში გააჩნია ტემპებს, რა ტემპით მოიპოვებენ იმ ყველაფერს, თორე 7-10 წლის სამუშაო არის, როგორც ამბობენ, ახლა მე არ ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ და რა უნდა გააკეთოს ახლა ის რა ტრაგედიის წინაშეც იდგა საქართველო, ხო, თავის ერთ-ერთი ქალაქიდან გამომდინარე და იმ 3500 დასაქმებული კი არ იყო მარტო, ახლა 35000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს იქ, ხო და ამაზე იყო ყველაფერი აგებული. ეს დღე შეიძლება დაგვიდგეს რა და ამიტომ ეხლავე არის ფიქრი საჭირო. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას. დღევანდელი მდგომარეობით პროკავშირებმა რაც მოახერხა გითხარით, ეს არ არის მხოლოდ და არ ჩავითვლო პროკავშირების დამსახურება, სამხედრო კომისიამ, მათ შორის მთავრობამაც, დამსაქმებელთა გაერთიანებამაც, ასოციაციამაც ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ქონოდა, რომ განახლდა მუშაობა. ეხლა საკითხი არის, რა პირობებით განახდება მუშაობა. რამდენი ადამიანი თუ განთავისუფლდება
სამართლიანად თუ განთავისუფლდება რა ტიპის კომპენსაცია იქნება, მისი უფლებრივი მდგომარეობა როგორი იქნება, გადამზადება მისი მოხდება თუ არა შრომით ბაზარზე შევიდეს და რა ვიცი მინიმუმ უცხოეთიდან ჩამოსულ შრომით მიგრანტებთან მინიმუმ კონკურენციაში ან უპირატესობა ჰქონდეს, ხო? ნუ აი ახლა აქაც ხო ეს კიდე მე ერთ-ერთი გამოწვევაა, ხო, მიგრაციასთან დაკავშირებული თემები და აი ამ კუთხით ვართ ჩართული და სხვადასხვა საკითხებთან თქვენ რაც ბრძანეთ, აი ორში მქონდა შეხვედრა და სხვადასხვა საკითხებთან სულ გვაქვს დაახლოებით 11 შემდეგ როდის უნდა დასრულდეს ამ ნაწილზე მოლაპარაკება და ასევე რამდენია პროტესტის მხარეს დარჩენილი და რამდენია ამ პროცესში ჩართული, ეგეც საინტერესო სტატისტიკაა. პროტესტის მხარეს და ის, რასაც საზოგადოება ხედავდა და რასაც ჩვენ ხედავდით, მაგის დრო მოვა, რომ წერტილმძიმეთი ითქმება ყველაფერი. მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მინდა რომ სუბიექტივად ჩამეთვალოს რეალურად რა იყო. ერთი იყო რეალური მდგომარეობა რა ხდებოდა იქა, მეორე იყო ბუნებრივი პროტესტი, რაც ადამიანებს შეიძლება ქონდათ, მათ შორის ჩვენ რომ სასამართლოში წავედით და რა ვიცი, შევაჩერეთ ამ კომპანიის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია რა ფორმით და როგორ ჩატარებული იყო, აი აქ ჩავერთვეთ და სამხედრო კომისიამ რაც გითხარით და მესამე იყო რაღაც სხვადასხვა ტიპის სპექტაკლები, რომელიც მერკანტილურ ინტერესებს გულისხმობდა და ახლა თუ რას ვის და ვინ იყო ამ ყველაფერის ჩართული. ბუნებრივია ეს არ იყო მხოლოდ ის სახეები, ვინც საზოგადოება ტელევიზიით ხედავდა და ამას მალე დაინახავს საზოგადოება. მთავარია რომ ჯერ ამ პროცესებს მივხედოთ და პროტესტი, ნუ რა ვიცი, ხა ადამიანს შეიძლება პროტესტი ქონდეს თუ უმუშევარი დარჩა, ან კომპენსაცია არ მოეწონა, მაგრამ აი ეს საერთო მუხტი იმასთან დაკავშირებით, რომ დამთავრდა, დავიხურეთ და 35,000 ადამიანს, 40,000 ადამიანს, ვინც ცხოვრობს ჭიათურის შემოგარენში, რა უნდა, როგორ უნდა იყოს მისი ხვალინდელი დღე, არ ვიცით. აი ეს აღარ არის. ეხლა მთავარია რომ აი მაქსიმალურად რაციონალურად გამოვაყენებიოთ დამსაქმებელს ის რესურსები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და რომ დასაქმდეს რა პირობებით უნდა დასაქმდეს. როდი შეიძლება კონდეს ამაზე პასუხები დაახლოებით ალბათ როგორც ნუ ეს ჩვენი ის არ არის, მაგრამ 11 პრეტენზიას არ დავარქვი, საკითხი გვაქვს, რომელთან დაკავშირებითაც პროკავშირები აყენებს თავის პირობებს და დაახლოებით აი 15-დან 20 რიცხვამდე მე იმედი მაქვს, რომ უკვე განახლებული კონტრაქტები იქნება, ოღონდ რა პირობები იქნება იმ კონტრაქტებში, რაღაცები ჩვენ არ მოგწონს, რაღაცები და ერთი თემა პატარა, რაზეც მინდა ასევე ვკითხოთ, არის უცხოელების დასაქმება საქართველოში. 15,000-ზე მეტი ადამიანია ოფიციალური სტატისტიკით, რაც მთავრობამ გააჟღერა რამდენიმე დღის წინ. პირველ რიგში სწორია თუ არა და გამართულია თუ არა ეს სტატისტიკა და ამ მხრივ როგორ ხდება თუნდაც მათ მდგომარეობაზე ვიზრუნავს, მათი შრომითი პირობები როგორია და ამ ნაწილში როგორ აფასებს პროფკავშირები საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მე ვისურვებდი იცით თათია რამდენად დიდ პატივს გცემთ და თქვენს გადაცემასაც და ვისურვებდი რომ კარგად გავოცნობიეროთ ეს თემა. ეს არ არის პატარა თემა, ეს არის მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ჭირდება ძალიან კარგად ეს თქო ჩაღრმავება, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა დაიდოს. ანუ რაღაც ქცევის ნორმებიც კი რაღაც პატარა გამოწვევებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს არ აქვს და ნუ რა ვიცი ხა 1 და 2 თქვენც არ მოგისმენიეთ რაღაც ფაშისტური გამონათქვამები ამ უცხოელ დასაქმებულებთან დაკავშირებით. რა არის ნუ ხო ჩვენ ხო არ მოგვეწონება რომ ეხლა ჩვენს თანამემამულეებს რომლებიც 14,000 კი არა რა ვიცი ბევრად ჩვენ მე მგონი ნამდვილად არ მე მგონი ხო არ ვმართებთ ეგა ნუ ეხლა საწმუნოებებს და იმას თავი რომ დავანებოთ ელემენტარულად არ მგონია რომ ეს ჩვენს ყოფას ესე ვთქვათ კარგად ამკობდეს და რაღაცა. რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს უცხოელი თუ რაღაც დაუშვათ ხა მიგრანტს. რა გვჭირდება ჩვენ, რომ უცხოელი ჩამოვა თუ ვინც ჩამოვა, ის ექვემდებარებოდეს იმ ნორმებს და იმ სტანდარტებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. და ეხლა ნუ კარგია რომ მათ აქვთ ვალდებულება. კარგია რომ გაჩნდა ციფრი ოფიციალური რომ 14,000-ია, მაგრამ 14,000 რეალობაა. თუ სამჯერ მეტია რა, იმიტომ რომ დაახლოებით 35% დასაქმებულებისა არაფორმალურ სექტორში საქმიანობს. ვინ ახლა ვინ შეამოწმა ეგ საუბარია თქვენ რასაც ბრძანეთ იმ ოფიციალურ მონაცემებს, ვისაც შრომითი ვიზა გააჩნია.
და კარგია რომ იმ დამსაქმებელმა შრომის ინსპექციაში უნდა აღრიცხოს ეს ადამიანი, თუ ასაქმებს და შრომის ინსპექციამ იპოვა დაუშვათ ეს ყველაფერი, ну 1000 ლარიანი ჯარიმა, როგორმე ხა 1000 ლარიანი ჯარიმას თუ ჭირდება ეხლა $200 პაკისტანელების ჩამოყვანა მშენებლობაზე ვიღაცას, იმ გადაიხდის რა ეხლა იმ 1000 ლარს, იმიტომ რომ ქართველი დასაქმებული ბევრად უფრო მეტი უჯდება, ხო? და ჩვენ იმ პაკისტანელს თუ ინდოელს თუ იმას კი არ უნდა რაღაც ფობიებით კი არ უნდა ვიყოთ. უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ იმ დამსაქმებელს არ უღირდეს მისი შრომითი უფლებები იმ ადამიანების ისევე დაცული იყოს და იმ საკანონმდებლო ნორმებში ექცეოდნენ, რაც საქართველოს მოქალაქეებზე ხორციელდება. და მეორე კიდე ეხლა, რა ვიცი, ჩვენ გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, უკაცრავად უზენაეს სასამართლოში და 2 წელი ამ განხილვას ეს ვთქვათ, ველოდებით რომ ეს პლატფორმული დასაქმება, ანუ ეს არაფორმალური დასაქმება და ასე შემდეგ, პარტნიორული ურთიერთობები კი არ იყოს. თქვენ რაც ბრძანეთ, ეგ დამსაქმებელ დასაქმებულის თემაა, თორე აი გლოვოში და იმაში რომ ხალხი მუშაობს უცხოელები, ისინი დასაქმებულებად კი არ აქვე. პარტნიორებად აღიქვებიან, ვითომ რომელი პარტნიორები ვერტიკალი არის ჩვეულებრივი და ნუ 2 წელი რაში ჭირდება აი ამ ყველაფერს და ნუ სასამართლომ რატომ ვერ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს 20-ზე მეტი სარჩელი გვაქვს ეხლა და ნუ ქვედა დონის სასამართლოები ასევე უყურებენ უზენაეს და ვერ ვაყენებთ სამართალს ამ ხალხის კარებთან. ისე 20-ზე მეტი სარჩელი გვაქვს და კიდევ უფრო მეტი არის მოწყვლადი ამ სფეროში, რომ შრომითი უფლებებიც ირღვევა და არსებობს რაღაც ნორმები შეიძლება რომელიმე ინსტიტუტის, თქვა, პროკავშირების ან რაღაც მედიის ან მის ინერტულობით იყოს გამოწვეული, მაგრამ როცა გააქვს სახელმწიფო ინსტიტუცია და ნუ ხელისუფლება, რომელიც სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ეს დროზე უნდა უზრუნველყოს და თქვას და დაადგინოს საფრთხანია და სადმართალი, აი ეს უშლის ხელს რაღაც საკითხებს და მიგრანტი ბევრად უფრო მეტია, უბრალოდ ისინი რეგისტრირებული არ არიან. მუშაობენ სტუდენტები ისინი და ასე შემდეგ. და ამის დარეგულირება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მომდევნო პერიოდებში და მათ შორის თქვენი ჩართულობაც, მადლობა თქვენი დროისთვის და საუბრისთვის. ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.